ძეღმერთი მოდის როგორც ხსნელი და პირველი რასაც აკეთებს, როცა ის მოღვაწეობას 30 წლის ასაკში იწყებს მოღვაწეობას, პირველი რასაც აკეთებს, მოგვიწოდებს მეტამორფოზისკენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ უბრალოდ რელიგიურობისკენ კი არა, თუ რელიგიური ადამიანი აი გახდა ადამიანი რაღაც სულიერი თვალსაზრისით რაღაც მდგომარეობაში იმყოფება. გახდა ურწმუნოა. უცებ გახდა რელიგიური. შეიძლება ისევ დარჩეს და არსად არ წავიდეს. ანუ რას ნიშნავს არსად არ წავიდეს? რელიგიური ხო ნიშნავს ღმერთთან კავშირის მქონეს. ადამიანს გაუჩნდა რელიგიური ცხოვრების სურვილი, მაგრამ ღმერთთან კავშირის თვალსაზრისით და რელიგიური ცხოვრება დაიწყო მართლა, მაგრამ ღმერთთან კავშირის თვალსაზრისით მას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგავს. შესაძლებელია როგორ არა? აბა ფარისევლების, ახარებისეული ფარისევლება. ანუ ისინი რელიგიური ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ცდილობდნენ ღმერთის ერთგულებას, მაგრამ ღმერთის შემეცნების უნარი საერთოდ არ ქონდა. როცა მოვიდა, ვერ იცნეს ღმერთი. აბა მაშინ ვის ელაპარაკებოდნენ? ვისთან ვის უჯერებდნენ? კერპს. ადამიანს შეუძლია კერპი შექმნას თავის თავში და მას დაარქვას ღმერთი. ამაზე ადვილი რა არის? ეს ისეთი იოლი რამეა. ამას ადამიანები უაკეთებენ. და ამიტომ ესე იგი, როდესაც ქრისტე მოდის, პირველი რასაც აკეთებს, ამბობს ესეთ რამეს. შეინანეთ რამე თუ მოახმოლებულ არ სასუფეველი სათა და აი ეს შეინანეთ ადამიანს არ ესმის ქართველ კაცს ყოველ შემთხვევაში არ ესმის რას ნიშნავს, იმიტომ რომ შევინანეს სინანული რას ნიშნავს ეს? და ნახეთ რა უცნება, როდესაც მერე მოციქულები დაიწყებენ მისიონერობას და როცა უკვე თვითონ ყველა ადამიანთან ვეღარ მიდიან, იმიტომ რომ ქრისტიანები მრავლდებოდნენ და ისინი ძირითადად მოქმედებდნენ მაშინდელ ცივილიზაციის ცენტრში, ანუ ეს არის რომის იმპერია და იმ დროს რომის იმპერიაში დომინანტი ენა აღმოსავლეთ რომის იმპერიაში იყო ბერძნული. ამიტომ მოციქულებმა როცა უკვე ვეღარ მიდიან ყველასთან, ხო აი შენ დაგელაპარაკე და იმასთან ვერ ვასწრებ წასვლას. წერილს და ვაგზავნე. რომ მე შენ დაგელაპარაკე უშუალოდ იმასთან წერილი გავაგზავნე. მე იმანის წერილი იმას გაუგზავნა იმას და საჭირო იყო დამეწერა და მოციქულებმა დაიწყეს დაწერა. პირველად დაიწყო პავლე მოციქულმა დაწერა და ყველა პირველი წერილები პავლე მოციქულისა და ყველაზე ბოლო წერილი იოანე მოციქულის არის, იოანეს სახარებით რომ არის ცნობილი, მეოთხე სახარები. და სიტყვა სინანული ქრისტე ამბობდა არამეულად. თავის იმ დროიდან მშობლიურ ენაზე. შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველი სათა. ეხლა მოციქულებმა ეს სიტყვა უნდა დაწერონ ბერძნულად, იმიტომ რომ ის ბერძნები არიან, თვით ებრაელებისკენ, რომელიც განთესილნი იყვნენ რომის იმპერიაში, მათი სალაპარაკო ენა იყო ბერძნული, იმიტომ რომ იმპერიაში ცხოვრობდნენ. ესე იგი მე უნდა დავწერო სიტყვა როგორ იწყებს ქრისტე ქადაგებას? და უნდა დავწერო სიტყვა შეინანეთ. და რა სიტყვა გამოიყენეს, იცით? მეტანოია. და მეტანოია არის ნიშნავს გონების ცვლილებას. გონებაში ამ შემთხვევაში ეწეღა რომ ამბობდი შემეცნების უნარი ისეთ გრამატიკულ კატეგორიაში ზის ეს სიტყვა მეტანოია ორიგინალში ბიბლიისა სახარებისა რომ ის იმაში იგულისხმება არა მეტანოია, ანუ სინანული მეტანოია, რომელიც ნიშნავს ცვლილებას, ანუ მეტამორფოზ, არა ცვლილების ერთჯერად აქტს, აი შევიცვალე და მორჩა, არამედ პროცესს, ანუ დაიწყოს თქვენში პროცესი მეტამორფოზისა, იმიტომ რომ სასუფეველი ანუ ღმერთის სამეფო მოახლოა. თევზი, რომელიც დინების მიმართულებით მიცურავს და მისთვის მეტანოია არის რა, რომ გონიერი თევზია რა და გაიგო რომ ესე იგი ცხოვრების საზრისი კი არ არის, ესე მიტივტივებს, ფარფლების მოსმაც არ უნდა, ესე საჭმელი რაც მიუცურდება შეჭამს. აი ეს კომფორტია რა. და ვიღაცამ უთხრა რომ ცხოვრების საზრისი იქ არ არის, აბა სად არის? იქით არის. და მდინარე რომ იქით მიდის, ხორდა უნდა მოტრიალდე. აი რომ მოტრიალდა და გაიხედა. ეს ხო საკმარისი არ არის რომ მოტრიალდა. რატო? მდინარე ისევ წაიღებს. ესე იგი ის უნდა მოტრიალდეს და მოუსვას ფარფლები რა სიჩქარით, იმ სიჩქარით რომ დინება დაძლიოს. თუ ჩანჩქერი დაიწყო, უნდა ავიდეს ჩანჩქერში კალმახი რო ადის. ხედავთ, სადამდე? ბოლომდე. ბოლო არის სათავე.
ადამიანის შემთხვევაში ამასოფლის მდინარე მიდის დასასრულისკენ, ვიცით ეს ანტიქრისტეთ დამთავრდება, დასასრულისკენ მიდის. ქრისტიანი რო ხდება ქრისტიანი, მეტანოია რო იწყება, ოპა მოტრიალდება და წავიდა. და შედის დისკომფორტულ ზონაში, ანუ კომფორტის ზონიდან გამოდის ამ თევზივით ეს ადამიანი და იწყებს დინების საწინააღმდეგო სვლას. სადამდე ბოლომდე გარდაცვალებამდე. რა ტემპით, რა სიჩქარით განსასწრებს გააჩნია, თუ ამასოფლის დინარე აჩქარდება, შენ თვითონ აუჩქარო. თუ შენელდება, შეგიძლია ცოტა მოისუნთქო, მაგრამ დინება ყველა შემთხვევაში უნდა დაძლიო. აი ეს არის. ამიტომ აი ეს პროცესი შეინანეთ არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეინანეთ რამე თუ მოახლებულ არ სასופველიცათა და ეს მეტანოია ნიშნავს პროცესს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული თვალსაზრისით. ჩვენ თუ გვინდა რომ ჩვენში რაღაც შეიცვალოს არსობრივად, ონტოლოგიურად და ხელიდან დაუსხლდეთ ამასოფლის კანონებს, რომელიც არის დეტერმინირებული და ჩვენ თავისუფლებას კლავს, ჩვენ თუ გვინდა რომ დემონური ნება გამდევნოთ ჩვენგან და ჩვენ თუ გვინდა რომ ამასოფლის ქაოსს წინ აღვდგეთ, რომელიც ჩვენში შემოდის, იმიტომ რომ თავისნაირად აგვიქვავს, ჩვენ უნდა შემოვტრიალდეთ, დავიწყოთ პროცესის სინანულისა და ეს არ უნდა გავაჩეროთ უკანასკენ ამოსულთქვამდე. არ უნდა დავიღალოთ. აი, მამებს ეცოდინებათ, დამეთანხმებიან, რომ ძალიან ბევრი ადამიანი რელიგიური აღტკინებით მოდის ეკლესიაში, იწყებს სულიერ ცხოვრებას, 1-2 წელი რამდენიმე ანებებს თავს, რამდენის გინდა ესეა. რატო ხდება ესე? იღლებიან. 1 წელი იბრძვის, 2 წელი იბრძვის, კი ბატონო 5 წელი, ზოგი 10 წელიც კი იბრძვის და მერე რაღაცა და თავდება მისი ბრძოლა. არაფრით არ შეიძლება ამის დაშვება. ჩვენ ვიბრძვით ბოლომდე. და თუ ვიღაცას გონია რომ ეს მარტო ტანჯვა, ეგრე არ არის, იმიტომ რომ ღმერთი გვაძლევს ისეთ სიხარულს, რომელიც სიხარული სხვაგან არსად არ იშოვება. და შედეგად რა ხდება? რა მოყვება ამას? შედეგად მოყვება ამას ის, რომ ჩვენ მოვდივართ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობისთვისაც ღმერთმა შექმნა ადამიანი. რა მდგომარეობისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი? წეგან ვახსენე მისტიკური სიღრმე. მისტიკური სიღრმე ღმერთს აქვს და როგორი? ნახეთ, ფსალმუნებში არის ეს სიტყვები. უფსკულს ხადის. უფსკული არის ეს სწორედ ეს მისტიკური სიღრმე. და მეორე უფსკული, რომელსაც ეს პირველი უფსკული ხადის, ანუ მოუწოდებს, არის ღმერთი. ღმერთის დარი უსასრულობა ადამიანში. და თუ ოღონ პოტენციაში რეალიზებული არ არის. და თუ ის რეალიზდა, ისეთ რა ხდება? ეს სახარებაში წერია, საოცრება. ყოვლადწმინდა სამება ღმერთი მკვიდრდება ჩვენში. მამა, ძე და სულიწმინდა. პირველი ეტაპი ეს არის, ჩვენ დავინახოთ ქრისტეში ღმერთი და შევიყვაროთ. ვუერთგულოთ და მერე იწყება ეს პროცესი. და ისაა კასური ამბობს, რომ ასეთი ადამიანის გული და ზეცა აღარ განსხვავდება, იმიტომ რომ ზეცა იმიტოა ზეცა, რომ იქ ღმერთი მკვიდრობს და ასეთი ადამიანის შიდა მისტიკურ სიღრმეშიც ღმერთი მკვიდრობს.